ოჩხამურის მოსახლეობის მსგავსად წყალი გრაფიკით მიეწოდება თოდოგაურის დასახლების მცხოვრებლებსაც. სოფელი ქალაქ შემოუერთა, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს. როდის გადაიჭრება პრობლემა თოდოგაურში, ირინე წუწუნავაგი ამბობთ. ის სიუჟეტში გამრიცხველიანების პროცესსაც შეეხება. თოდოგაურის დასახლების მცხოვრებლები წლებია წყალს გრაფიკით დილის და საღამოს საათებში იღებენ. სასმელი წყლით მომარაგების 24 საათიან რეჟიმზე გადასვლას აქაურები ტერიტორიის ქალაქთან მიერთების დღიდან ნელიან. რაც მოგვეწოდება წყალი არის ძალიან უხარისხო. სასმელადაც უარგისი. და სოფელ მეჯინისხალი, როგორც მოხსენებათ, შეუერთა ქალაქს და გვინდა 24 საათიანი წყალი. ქალაქის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ახალი ქსელის მშენებლობასა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტების თქმით, ტერიტორია სპეციალურ კვლევას საჭიროებს. შეპესე ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და ქალაქის საზღვრებში მოქცეულ უბნებში წყლის სისტემა სრულად ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება. შემოერთებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს კვლევითი და საპროექტო და საძიებო სამუშაოები დღესდღეობით ხელვაჩაურის და გონიოს ტერიტორიებზე, ასევე საპროექტო სამუშაოები არის მიმდინარეობს პროცესში. კონკრეტული პროექტების დამზადების შემდეგ უკვე ცნობილი გახდება თარიღი, როცა დაიწყება ახალი ქსელების მშენებლობა. წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია ბათუმში უკვე წლებია მიმდინარეობს. ცენტრალური მაგისტრალისა და სააბონენტო ქსელების მოწესრიგების პარალელურად მონტაჟდება წყლის მრიცხველები. ამ ეტაპზე სამუშაოები რურუასა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს. თავიდან გაკეთეს მილები, შეიცვალა პლასტმასული მილებით, შევიდა ბინებში უფულოდ ხარჯების დანახარჯების გარშე და აცმთავარია. აი მობინადრის სადაც უნდა აი ისე შეყავენ. ყველას ყავდა გაყვანილი გარედან წყლები, ვის როგორც შეეძლო უსახური იყო ეს შენობაც და თვითონ სადარბაზოებიც. ეხლა მოვაწესრიგეთ ყველაფერი ახალი თანამედროვე სისტემით და თანამედროვე მასალებით კეთდება. 1000-მდე მრიცხველი გვაქვს დამონტაჟებული და მომავალი წლის ბოლომდე ვაპირებთ ამ პროექტის სრულად დასრულებას.